თქვენი ფარმაცევტი ცოლის ძმა როგორ გახდა დეველოპერი ბატონ სოზარ? სოზარ სუბარი და სამშენებლო ბიზნესი. რატო ტრიალებთ ესთან გაჩერდით ერთად? ვინ აშენებს რეალურად თბილისში საცხოვრებელ კომპლექს და ვილების დასახლებას, სადაც მილიონები ბრუნავს. Რამდენად ხართ ჩართული ამ პროცესში? ვალიაში კოპტუს შემადგენლობს. დღეს ნახეთ სოზარ სუბარის ცოლის ძმის და მისი ცოლის სახელზე გაფორმებული კომპანიები. სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პარალელურად აყვავდა. ჩემი შვილი იქ არ ცხოვრობს. დღეს ჩავწერეთ. შეიძლება იქ იყო მისული. აქ ცხოვრობა მითხრა. ნუ ახლა მისული იყო მეთქი და ახლა. მისული დილის 9 საათზე რანაირად იყო მისული ბატონ სოზარ? სოზარ სუბარის და სამშენებლო ბიზნესის კავშირების კვლევის დროს კი ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც სავარაუდოდ ოლიგარქის რჩეული დეპუტატის ინტერესები იკვეთება, მისი შვილი სხვის სახელზე გაფორმებულ ბინაში ცხოვრობს. თქვენ ოჯახის წევრი ხართ? დეშვილი. დეშვილი, ანუ ბატონ სოზარის შვილი ხართ? და აქ ცხოვრობთ? სუბარი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ მისმა ფარმაცევტმა ცოლის ძმამ სამშენებლო ბიზნეს იმპერია უფულო დააშენა. ფარმაცევტული საიდან გაარკვიეთ? პატარაა თბილისი ბატონიკო. დაფასი აქვს გარდასახვას ქართულ ოცნებაში. ერთ დროს თავისუფლების ჟურნალისტი და თავისუფლების ინსტიტუტის სახე დღეს ებრძვის ყველას თავისუფლებას და მხარს უჭერს დიქტატურის გაფორმებას. კაი რა. 8 საათზე ერთად დავსვათ კითხვები და ერთად მოვძებნოთ პასუხები. ნოემბრის სისხლიანი დარბევების დროს თქვენი სპეცრაზმი გამოიყენეთ თუ არ გამოიყენეთ? სად სისხლიანი დარბევები? სისტემა ისევ შიგნიდან გატყდა. ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი თქვენი და ამ ქვეყნის ღირსეული შვილი. ვინ არბევდა ხალხს ხარება სპეცრაზმის გარდა სისხლიანი ნოემბრის დღეებში? პოლიციელის ამაში ჩართებთ ადამიანები, რომლებიც საზღვარზე უნდა იყვნენ ბატონკოჩა. შაბათის გუნდმა დაადგინა, რომ ქუჩაში ივანიშვილის რეჟიმს რესურსი რომ აღარ ყოფნიდა, სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმიც გამოიყვანა. ვისი ბრძანებით გახვედით და გაიყვანეთ თქვენი დანაყოფის წევრები? ხოც დავგეთქვით ახლა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა დარბევის მონაწილეთა გვარები და მონაცემები. ხშირად გაყავხავთ ხოლმე აქციების დასაწყისში. 8 საათზე ნახეთ საზღვარს რომ უნდა იცავდნენ, როგორ გამოიყენეს ეს ხალხი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ბრძანება ვინ გასცა რომ აქციები უნდა დაგერბიოთ? უნდა დაგემშვიდობოთ. ვინც რუსთაველზე სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმი გააგზავნა, გვიმტკიცებს, რომ ნაცემი და დასისხლიანებული მომიტინგეები თვალით არ უნახავს. არც დარბევის ამბავი გაუგია და მისი ხალხი მხოლოდ პარლამენტს მოთარეშეების განიცავდა. მე დარბევა არ მინახავს. სისხლიანი დარბევა, ხალხიცია, ტყუილია. ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დეპოჩები და ამაღამ მიფრინავს. მინდა უმორჩილოს მხოლოდ რომ დაუშვათ სკოლას. მოსამართლე, რომელმაც ყველა მორალური ზღვარი გადაკვეთა, პროცესებზე დედებს სინდისის პატიმარის შვილების სანახავად არ უშვებს. იმედის ნაპერწყალი მქონდა ბოლო წუთამდე რომ შემიშვებდნენ, მაგრამ რატომღაც არ შემიშვეს. დღეს 8 საათზე აქ გაიცანით თბილისის მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე. მისი დამალული სკანდალური წარსულით საქართველოს პროკურატურიდან. ირაკლი შვანგირაძე. არ ვიცი ვინა. პოლიციის მაღალჩინოს არის მოქმედმა მოსამართლე კრიმინალური. მოსამართლე სულ ახლახანს დეკემბერში გახდა. მანამდე იყო პროკურორი, სისტემიდან გაუშვეს რესტორანში პოლიციელებთან ხელჩართული ჩხუბის გამო. შვანგირაძე დაარტყა? ხო, ერთი მათიდან რო იყო ახლა მაგას ხოთოტობა მან დაგვუბედავდა. რა მოხდა ვანის რესტორანში, რამაც მოსამართლეს შვანგირაძის კარიერა შეიწირა? ანუ შვანგირაძემ ცემა ბონდოვიჩიო. ასე გამოვიდა. პოლიციის თვალმა შეფებმა და პროკურორებმა ერთმანეთს ჯერ აგინეს, შემდეგ სცემეს, ბოლოს კი საქმე ბოთლების როლით დასრულდა. ფიზიკურად იყო ჭუბი? ბოთლის როლი. პროკურორი შვანგირაძე ამ სკანდალის შემდეგ სისტემიდან გაუშვეს. ჯერ ადვოკატობდა, შემდეგ კი უკან შემოbrunება მოახერხა. დღეს ნახეთ რის სანაცვლოდ. ეს განსაკუთრებული ხარისხის ნაწილები, რომლებიც ალბათ განსაკუთრებული დავალებისთვის ხავს შენახული. ემიგრანტი ქალის ამბავი 8 საათზე, რომელმაც სინდისის პატიმარის შვილის სანახავად 3800 კილომეტრი იფრინა. მონახავ, ვიტო მონა. მოსამართლე შვანგირაძემ კი დარბაზშიც არ შეუშვა, რომ შვილი შორიდან დაენახა. ამის გამო 9 წლით ციხეში. ნარკოტიკების და იარაღის ჩადების შემდეგ ვახო გომელაურმა ხალხისთვის ქვების ჩადება დაიწყო. ქვის ჩადება ცდილობდნენ, მაგრამ მადლობა გმირს ამის უფლება და საშუალება არ არის. შაბათის ეთერის გუნდმა სინდისის პატიმრების პოლიციის ფაილებში გაყალბების უცნობი მეთოდები აღმოაჩინა. რა უჭირავს ხელში რა დაწერა ექსპერტმა?
არაერთი მტკიცებული. რატო გიჭირთ თქვა რა უჭირავს? რაც ჩანს კადრში. ამ ეთერში გიყვებით ახალგაზრდა ისტორიკოსზე, რომელსაც აქციებში მონაწილეობის გამო 9 წლით ციხეში უშვებენ, მაგრამ პროკურატურას პოლიციის შეკერილი საქმეები თავზე ენგრევა. აქციაზე გაიცნეს ერთმანეთი? მე გითხარი თუ დადგინეთ. ნაცნობობა არ არის მეთქი აუცილებელი. გავიგე შეკავშირება რას ნიშნავს? დაიჭირეს შვილები, რომლებიც ავადმყოფ მშობლებს მარტო უვლიდნენ. მარტო დარჩენილი მოხუცები კი შვილების ციხეში ყოფნამ შეიწირა. მიცვალებულს ვერ დაემშვიდობა. ისევ ცრუ მოწმე პოლიციელების საქმეში. და საერთოდ რას აკეთებთ? შეგიძლიათ მითხრა? არ არის თქვენი საქმე. თქვენი საქმე არ არის რას პოლიციელი ხო ხართ? როდესაც კითხვები ესმით, ამტკიცებენ, რომ სასამართლოში არა საქმეზე, არამედ სასამართლოს ლომებთან სელფების გადასაღებად მივიდნენ. სელფი გადაიღო? ანუ პოლიციელები დემონსტრირებთ სელფების გადასაღებად? ბატონო პოლიციელო, თქვენ სელფი გადაიღეთ? ახალგაზრდა ისტორიკოსის საქმეში არ არსებობს დაზარალებული პოლიციელი ან მოქალაქე. არ არსებობს მონჩივანი, მაგრამ ქვეყანაში ყავს სინდისის პატიმარი, რომელსაც არ არსებულ დანაშაულს ედავებიან. გური მერცხულავაზე ხო ამბობთ, რომ მძიმე საგანი ისროლა. ვინ დაშავდა ამ მძიმე საგანი? ძალადობაში მონაწილე. თანამსახველები არ დაუსახელებია ქალბატონო მაგდა? არავინ თანამსახველი. ვინ ფარველობს ქვეყანაში თაღლითებს, ვინ სუროგატი დედების სახელით დიდ ფულს აკეთებს და მათ პოლიცია არ ეხება. მაგერ სამი კაცი მაქვს ჩაბარებული. გელა ფეიქრიშვილის ანგარიშზე გადარიცხა 300,000-ზე მეტი. ემიგრანტ ქალს შუამავალმა 300,000 ლარი გამოსძალა. აჯერებდა, რომ ამ ფულით სუროგატ დედას ხელოვნურ განაყოფიერებას გაუკეთებდა და მისთვის ბავშვებს გააჩენდა. აგერ ერთი კალიასკა, აგერ მეორე კალიასკა. ის ყავდა ძისა კიდე უკვე არჩეული და ყავდა აყვანილი რა, რომ გამოწერა დაგირეკავ მეტი. ქალი, რომელიც სუროგატის ფულის შესაგროვებლად ემიგრაციაში წავიდა, დააჯერეს, რომ ტყუპები შეეძინა, მაგრამ ავადარიან და მკურნალობისთვის კიდევ დამატებით ფული გამოაგზავნინეს. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ არც სუროგატი არსებობდა და არც ხელოვნური განაყოფიერება. ბავშვები საერთოდ არ დაბადებულან. ანჟელა კვარაცხელია და მისი ქმარი გელა ფეიქრიშვილი. მათ ანგარიშებზე ჩარიცხულია 100,000-ობით ლარი. შუამავლები ემიგრანტებს სხვა ბავშვების ფოტოებს უგზავნიდნენ, რომ თითქოს შვილები შეეძინათ. პოლიციაში საჩივრები შესულია. დოკუმენტები გომელაურის უწყების ხელშია, მაგრამ რეაგირება არის ნული. მტკიცებულებები გაქვთ და მაინტერესებს რატომ არ აკავებთ? კითხვები მაქვს ამაზე. გასაგებია. ხალხი, ვინც ემიგრანტ ქალს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია, ამ დრომდე დაუსჯელია. ვერ გეტყვით ბავშვები სად არიან, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი საქმე. შაბათის საღამოს 8 საათი ეს ჩვენი შეხვედრის დროა. ამიტომ დღეს საღამოს გელოდებით TV პირველზე. მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი.